ისე მოხდა რომ იქაც არ მოეწონენ და გაუშვენ ესენი რომ გაუშვენ ეს ორივე ჩემზე გაბრაზდა. ხვდებით რომ ვითომ მე გავაგდე ისინი სამსახურიდან. კარგად ღმერთმას კარგად გამყოფო შემოკარგო. თითქოს მე გავაგდე ეს ადამიანი სამსახურიდან. ამის მოწმეარი მეგობრებო ძალიან ბევრი ადამიანი მახსოვს ცხონებული კესარიაც კი მეხმარებოდა იმ პერიოდში რომ იმ ადამიანს წაეშალა ვიდეოები და ყველაფერი აბსოლუტურად რაც დადებული ქონდა ჩემზე და სანამ მეგობრობდი ამ ადამიანთან მაშინ მე პროსტა ხანდახან ჩვენთვის ოთახში პარიქს ვიკეთებდი ვიცმებდი კაბებს და რაღაცა ვიდეოებს ვიღებდი ცემავდით და მეგობრებთან ვაგზავნიდი ხოლმე ხა ხო როგორ წარმოვიდგენდი მაშინ ბავშვი ვიყავი 18-19 წლის ბავშვი ვიყავი როგორ წარმოვიდგენდი იმას რომ ვიღაცას შეეძლო ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა ვერ წარმოვიდგენდი და ეს ადამიანი ესენ რო წავიდნენ ჩემგან დადემ პოსტი რომ თითქოს მე ისინი ჩამოვიყვანე როგორც ტურისტები და არ როგორც სამუშაოდ ჩემთან როგორც ტურისტები ჩამოვიყვანე ჩემთან და მე ისინი გავქურდე შემდეგ დადო ჩემი სურათები და ვიდეოები სადაც მე მაცვია კაბა გაპრანჭული ვარ და ესე შემდეგ და მოკლედ ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა Facebook-ში და ესე იგი ხალხი რეპს მიწერდა ვის არ მიწერე მაშინ ნინოს მიწერე ორგანიზაციაში მუშაობდა ორგანიზაციაში ვინც მუშაობდა ძალიან ბევრს მიწერე საქართველოში რომ დამხმარებოდნენ იმიტომ რომ არ უნდა დედაჩემს ინახა ეგ ყველაფერი რომ ქალს გული არ გასკდომოდა მოკლედ კაი 1-2 თვე ჩემზე განახორციელა აი როგორი ფსიქოლოგიური ძალადობა იცით აი გამანადგურა ბავშვი გამანადგურა ხვდებით აი ეგეთი იყო ზუსტად ეგ ადამიანი იყო ბოროტი მე შეხედეთ მე გამოჩნდნენ სხვები რომლებიც მიკავშირდებოდნენ რომ გთხოვ დაანებე თავი იმიტომ რომ ეგ არ მოგასვენებს მაგან ეს გამამწარა ვიღაცისთვის ჩუმად ქონდა ვიდეოები გადაღებული აშანტაჟებდა ვიღაცისთვის რაღაც სიბოროტეები ქონდა გაკეთებული ირაკლი უხრმესი მადლობა და მოკლედ ამ ადამიანის როგორც კრისტის ეშინია ნახევარი მას რა ქვია ლგბტ ადამიანებს რამე არ გამოუფინონ ის ეშინოდათ ამ ადამიანისიც ირაკლი უხრმესი მადლობა ჩემო კარგო და ბოლოს რა მოხდა მეგობრებო იცით ბათუმში მაგას და მის მეგობარს ორივეს ყელი გამოჭრენ მადლობა ირაკლი მადლობა ფატი ყველას ხო არ აქვს ეგეთი ნერვები გეკნებათ ეგ განაგები ეგ ამბავი ყველას რა თქმა უნდა მე შემაძრწუნა იმ ამბავმა მაგრამ არ დავმალავ ცოდვა გამხელილის ჯობს მე ის არ შემცოდები ცოდვა გამხელილის ჯობს იმ პერიოდში ეხა მეცოდება ეხა ნელი გამოსახედით მაგრამ იმ პერიოდში მე ის ალაიკოთ საერთოდ შემწოდებია ღმერთმა მაპატიოს მაგრამ მე იმან ისე გამამწარა ხო ბობოს თავს გიფსები ერთი წამით არ შემწოდები ეხა მეცოდება რა თქმა უნდა მეცოდება იმიტომ რომ ნეტა მართლა ნორმალურად ადამიანურად ეცხოვრა არავინ არ გაიმწარებია და ყოფილიყო მისთვის ბოლოს ამდენმა სიბოროტემ შემოუბრუნდა უკან და დაემართა ის საშინელება რაც დაემართა ანუ იცი რა მაინტერესებს ანუ გერმანიაში რადგანაც ცხოვრობს რატო ფიქრობენ რომ დაზღვეული არიან რაღაცისგან ანუ არც ერთ ქვეყანაში არაფრისგან დაზღვეული არ ხარ თუ ვინმე ისე გაამწარე არა აქვს მნიშვნელობა საცხოვრობ ხო ანუ ვიღაცას ეგ ისე გაამწარებს რომ ანუ თავზე აიღებს ხელს და ყველაფერს დაივიწყებს აბსოლუტურად და არ ვიცი რა ანუ რას დამართებს ოღონდ არ ვიცი ან რატო აკეთებს ვერ ხვდები ანუ რა უნდა ცხოვრობს გერმანიაში ცხოვრობ შვიდად დაანებე თავი ამ ხელს რატო ამწარებ მართალი ხარ ჯაფარა კესოსნაირები მართლა არ უნდა კვდებოდნენ კესო ძალიან შემეცოდა ვიღაცა მიწერს ისე ამბობდა დაიმსახო რა ელენა უთხარი რომ სელენას მისმა მოდერატორად დამამიუწყა იგი მაგაზე დიდი ხანი იყო საუბარი ბათუმში რაც მოხდაო ჩემო კარგო სიბოროტე რა თქმა უნდა არავინ არ ვარ დაზღვეული ყველა შეიძლება გიჟი შეგხვდეს და დაგვემართოს საშინელება ყველას ჯვარი გწერია მაგრამ ზოგიერთი ითხოვს ხო ან მაგას რომ ითხოვს თორე არავინ თუ არავის
მეგობრებო, კრისტის რაც უნდა ის ისაუბროს, მე ნიკა არასოდეს არ დამცინებს მაგის მჯერა და მე ნიკას რომც არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მიყვარს და ვაფასებ და რომც თქვას მართლა მაინც არ დავიჯერებ, რომ რა აქ რამე ნათქვამი, ამიტომ ძალიან გთხოვთ ენები ნუ გადმოგაქვთ, თორე დაგბლოკავთ სულ ყველას. არც დავიჯერებ ჩემო კარგო, რა უხრმესი მადლობა. არა, მე ნიკა მიყვარს განსაკუთრებულად. ნიკაზე დამწყდა გული იმაზე, რომ უბრალოდ მე ნიკას ვიცნობ და ვიცი რა გული იცაკ და კი შეიძლება რაღაც გასაკრიტიკებელი თქვა ჩემს მიმართ, მაგრამ სიბოროტით არასდროს არაფერს არ გააკეთებს და დაცინით მით უმეტეს არასოდეს არ დამცინის. იმიტომ რომ მე ვიცნობ მას, მეგობრებო, ჩვენ ერთი კვირა ვიყავით ერთად აქ, ერთად ვჭამით, ერთად ვსვამდით და მე ვიცი ის ადამიანი როგორი არის. ნიკა ამხელა პატივისცემას არ დაგივიწყებს არასოდეს. არასდროს. აი, ოდნავ პატივი როსცე, მაგასაც არ დაგივიწყებს არასდროს. ვიცი ჩემო კარგო. არა, დავით, არა. მე მაგას ვერ დავიჯერებ. ვალაიქოთ. ვიცი და დარწმუნებული ვარ მაგაში. ვისაც არ გინახეთ ჩემ პირველი ვიდეო, გადავნახეთ გათამაშება დავდე, მეგობრებო. მეგობრებო, იუანესთან გადადით, გათამაშება აქვს დადებული, ჭირდება გამოწერები, გამოიწერეთ თან. ჩვენი ახალი ინფლუენსერი იბადება კურსში. თან კეთილი და საყვარელი. ალა, თამო, მადლობა დიდი. I'm the bad guy. Hello, darling. I'm the bad. I was down, but now I'm up. Yeah, this all God, this ain't no love. Yeah, I used to be stuck. I was down. გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ იოანე საქართველოდან, უკვე 2 წელზე მეტია რაც გერმანიაში ვცხოვრობ. დღეს ჩემი დაბადების დღეა და ესე სპონტანურად გადავწყვიტე, რომ დამეწყო TikTok-ზე აქტიურად შემოსვლა. რაშიც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი სელენას. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სელენას ამაში. რადგანაც ახალი ვარ ამ პლატფორმაზე, მინდა რომ გათამაშებით დავიწყო. ძალიან ბევრი გათამაშებები გვექნება. გავახარეთ ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ სურპრიზებს გყიდებით. დავაანონსებ პირველ გათამაშებას. ეს იქნება 35,000 გამომწერზე, როცა ავალ გავათამაშებ 600 ლარს 3 ადამიანზე. პირველ ადგილზე გასვლის გადაეცემა 300 ლარი, მეორე ადგილზე გასვლის გადაეცემა 200 ლარი და მესამე ადგილზე გასვლის გადაეცემა 100 ლარი. ძალიან ბევრ სიურპრიზებს გყიდებით, ასევე იქნება ცნობილი ბრენდების პარფიუმერია, ან ბევრი საჩუქრები. ასევე ეხლა დავაანონსებ, რომ როცა ავალ 300,000 გამომწერზე გავათამაშებ მოგზაურობას 2 ადამიანზე. მაგრამ ჯერ ეს ადრეა, რა თქმა უნდა. მინდა რომ მოგიყვეთ, რატო დავიწყე ამ პლატფორმაზე გააქტიურება, იმიტომ რომ მაქვს ძალიან ბევრი კომპლექსი, თუნდაც
გადმოცემის, კამერასთან მუშაობის და მინდა რომ ეს კომპლექსი დაუძლიო და ამაში მინდა რომ დამეხმაროთ თქვენ. გვეცდები რომ საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ გერმანიიდან და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც გამოწერილი უყავარ და ვინც გამომიწერს, ამიტომ იაქტიურეთ. შეიძლება ერთ-ერთი იყოს შენ ამ გამარჯვებულებიდან და ამიტომ ძალიან გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო, გააზიაროთ და ძალიან ბევრ სიურპრიზებს გპირდებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოს სელენას გვერდში დგომისთვის, უმაგრესი ადამიანია და ასევე ყველას მადლობა, ვისაც გამოწერილი გყავართ კიდევ ერთხელ. ეს ჩემი პირველი ვიდეოა და ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოებს გპირდებით. მოკლედ ველოდები თქვენს მხარდაჭერას, გამომიწერეთ და ბევრ სიურპრიზებს გპირდებით. და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ ვარ კამერასთან, არ მაქვს კამერასთან გამოცდილება მუშაობის და ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კომპლექსი მაქვს თუნდაც საუბრის, მაგრამ იმედია რაღაც გამოვა და ნახოთ. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. გამარჯობა. შენი ყავი პოპულარ და ჩემ მომაკვდარები ვიქნები. როგორ ხარ? გადადი ჩემს ინსტაგრამზე ეს ნახე. მეტი რომ დაუტყა სექსუალური გადადი ჩემს საინტერესო. ინსტაგრამზე ნახე ჯერ მარტო შენი იმის კონტენტის ერთი ინსტაგრამი ფასი. ვაიმე რა გაქვს ნაყიდი გამომწერები. მეგობრებო, გამომწერებზე რა გემოვნებიანი მაქვს შენ რა გაქვს? რა გაქვს გემოვნებიან დრამა სულ დრამა. იცანით. ნაყიდი გამომწერებით ბლატა. ხართ? შენ ნახეს რა ყავს? მე რა თქმა უნდა ყიდვა, მე არც მოუწოდებ ხალხს გამომიწერონ ინსტაგრამზე თორე. ნაკლები კი არ მეყოლებ, იმიტომ რომ არ ვიყენებ ინსტაგრამს. ინსტაგრამზე მეც ნაყიდი მაქვს. რატო ვიყიდე ეგ არ ვიცი ოღონდ. ვითომ რატო ვიტრიპაჩე? ვაიმე არ ეს მოყოლებ შემოყადო ვის როგორ და აი თავქოს ეს წუთში. ჩემო დამესება. იუანე დამიცავი, ანა ფუტას ხანდა გველგესლასკა. ისი ხარ შემო მე ხალხი ვინ არის, ვისაც მიწერდა გამიზიარე რამე ვიდეო თუ შეგიძლია რავი. ანუ ეს ბროსვეც კი ვინ არის, საერთოდ ეს არც ეგ არ ვიცი, ანუ ვერ ხვდები. დღეს TikTok-შია ყველაფერი, ანუ ეს ოჯახები TikTok-ში არჩევენ საქმეს, ქმარი ცოლს TikTok-ში შორდება, კაცები აქ ერთმანეთს იბარებენ გარჩევებზე, ანუ რა ვიცი. ჩემთვის უცნაურია, ანუ ჩემ დაუნებურად ეხლა მეც მოვყევი ერთ ორ გარჩევაში, მაგრამ რა ვიცი, აი მაგიტომაც არ ვთავდი ხოლმე ზუსტად ლაივებს, რა ესეც საკაჯეთი ხდება ქართულ TikTok-ზე ზოგადად რა. არც უცნობთან თამაში არ მომწონს, ანუ გუშინ ვიღაც ვინც იყავით ლაივში, ვიღაც დეგენერატი კაცი ჩამერთ რაღაც საქართველოს დროშის ფონზე, აი ვიღაც აი საზიზღარი, რაც უკულტურო ხალხია ძირითადად საღამოშვიდობის ლალი. თამაში. ემა, უი არ ჩანს ემა ჩემთან გამორთული აქვს. ემა იყო მიერეთ რომ გამორთული აქვს თვითონ დაგვემატოს. მადლობა ვინც ალაიქებს მეკითხება ავიდეთ 10,000 ლაიქზე კი და 100,000 ლაიქზე დღევანდელ ლაივში. ჩამიგდეთ რავი როგორც გითხარით ვიდეო და ვნახო ერთი რა არის. მე რა კარგი სუნი აქვს. რატო ვერ მთავენ მე ჩართული მაქვს, ანუ ვერც მე ვერ უგზავნი, ანუ გათეთრებულია სელენასთან ის წითელი ღილაკი და როგორ ჩავრთუ აბა მითხარით? ანუ მე არაფერი არ მაქვს გამორთული. ანუ დაუწერეთ. მოშორდია ქენესა წყალა. რა სიტყვებიან, ანუ და შენ ისე მოგება გინდა ამ გათამაშებით. ქართული, აი მოვიდა.
რა მატყუარები ხარ? ვაიმე, რატო არ მოდი ამდენი ემა ვინ მათსა და მოხოდვა შეგიძლია მითხრა რა არ მოვედი, გოგო, ვერ გიგზავნიდი და სპეციალურად არ მომატებდი. რა არ გამატებთ, მე გამოგზავნა ერთხელ გამეთი. ემა შენი დახმარება მჭირდება ჩემს ლამაზო სელენა მაბულინგებს ანუ ისე შენც გამწირე სელენა ზუგში დანა ჩავიცი? მაგაციდაო. ანაკონდაო და გველგესლა ხართო დაარსო თქვენ ორივე. ემა იცი სელენა რა თქვენ ჯამისკები მოყდავი ინფლუები ხართო და მე ვარო რაც ვარო და რაღაცა ინსტაგრამზე რაღაც ანუ ხალი ბულერიო. დავიჯერო სელენა რა შენ ჩემზე რა ლაივ გადახედე. არაფერი არ უთქვია ემა. საერთოდ იტყუება. ესენი ერთად არიან ემა მე იოანე შენ რომ გამწირავდი და ზუგში ხანჯალ ჩამცემდი ვიცოდი ისე და ხმა არა მომიღია საერთოდ, ოღონდ მართლა. ემა იცი რა არის სელენა მოთხა იმ ვიღაცა ანუ გველისგან და რაღაცგან დამიცავი შენო რა ივანეს არაფერი. ესენი ერთად არიან ბარ მე ერთად გამავიწყდა უნდა დავდო აბა რა უნდა ვქნა მაგალითად. შენ რა გინდა რაღაცა ვაიმე დაო იოანემ თქვა ექსელენამ სხვა რამე თქვა მარია მითხარი დაო ვინ რა თქვა ვინ გამწირა სანამ აქ არ ვიყავი მითხარი მარტო მედიცავდი დაი იტყუება არა და მან საუბრობდა. მადლობა სილვა. ახო დაალაიქეთ რა მე დავიარხეს სელენამ რა თქვა აჰა მარიამი წეს სელენამ უარესი თქვა ეგ იოანემ თქვა ხო და გეუბნები ახლა მოგასხავ ამ სპრეის და დაგაბრმავებ ჩემი არ გჯერა რომ გეუბნები იოანემ თქვა რომ ნაყიდი ფოლოვერები ყავთ ინსტაზეო ვის ყავს ნაყიდი ფოლოვერები მარია. არა ეხლა თქვა სელენამ თქვა ნაყინდი ფოლოვერი ბლატაობთო და ივანემ თქვა მეც ყავს ნაყიდი არას ივანემ ეს სწორად მე არ ყავს კაცო არსად ნაყიდი არ არის მე ნაყიდი მაქვს. მე ჩამივყა სელენამ კაცო მინდა ნაყიდი იოანე შენ ლაივის მერე გამოდი ერთი რას აბა ახლა ისე ვინ გამოგვიწევს თუ არ იყიდა. მეგობრებო, რა მითხარი რა საათი და 12 წუთი დამრჩა და საათ და 12 წუთში რაღაცა დაარდყით. მადლობა მარია ჩემო დაო კარგო რომ დაბადების დღის დამთავრებამდე. ხო, მე გამიფინეთ შეგიძლიათ წე. ახო 50 კაცი ვარ და დაალაიქეთ. წეგა ხალხი შემოდი ისე მართალი არის სხვა შორის დარსო რა რო ამბობს. რო ისა რა შენ რა გაცინებს ერთი მითხარი რა სიცინი არაფერი. ბევრი ხარი და მაგას არ ვიძახი როცა პირდაპირ თქო ჩემ შემთხვევაში აშკარად ესია როცა თავიდან სანამ სხვას ჩავერთვები ანუ რა სასაცილო ხარ რასაც ვამბობ არაფერი კომენტარზე მეცინება. მithonat გაიცინათ ხო დაგვცე რა აი არაფერი ხო იცინე შენ ანუ და მართალი ყავი დარსო თქო რა სანამ თამაშს დაიწყებ მანო ცოტა ხანი ლაპარაკობ ანუ რაღაც თემაზე ხო ჩემთან ხო თავიდან მეტი ადამიანი შევიდა თქოს მე რო ვერთვები თამაშობ ხოლმე სულ იკლებს და რატო ვერ ვიგებ ყველა სელენასთან გადადის. 10 ვარდი გჭირდა სა ჩვენს გაგვაცინე და წაგვიკითხე რამე სასაცილოები რა არაფერი. რა საგვაცინე შენი მილიონერი მეგობრები გადმოუშვი ჩვენთანაც. რატო დაო რატო არ გვაცინებ ჩვენ ბოროტი ხარ ემა რა ლამაზი ხარ დღეს მადლობა და არის სიჩო ვიღაცა 29 ლეველიანი გადმოვიდა ნანა. არ მითხარი კომპლიმენტი შეგამპალო. სელენამ გამოუშვა ხალხი გადადის მე გადმოდის ჩემ ლაივში. სელენას გამოშვების გარეშეც 50 კაცი მიყურებს ისეთ ეგ ბევრი რიცხვი არ არის მადლობა გიო. ასე რომ მარიამ მადლობა მადლობა ირაკლი. მადლობა ნან. ირმაკო შენ ხარ? ნანა მასტი. დარსოს გიზო სატყავსო დავიდმა გიზო ვინ არის ისო არ ერქვა მაგას გოჩა ერქვა გოჩაი აი ხალხო ხა იქნება მოვიგო შეპირველი შემოვედი არ წავაგო შენ ისე ვიჩაგრებით როგორც ეს ყოველთვის. ბოროტი ხალხი სელენას ლაივიდან ჩემთან ნუ გადმოდიხართ და რაღაც კომენტარებს ნუ მიწერთ თუ შეიძლება დასგიწერე. ჩემ მე არ მყავს ბოროტი მაყურებელი ჯერ ეს ერთი. შენ ხა ძალიან გაფილტრავ 300,000 კაცი და რამდენია ბოროტი და რამდენი არა აქ არ მყავს 300,000. ირმაკო მადლობა. მადლობა 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 გასჭამო რა კატლეტი რო არა. რასი შენ კარგად გამოიყურებ რაღაც უცხომაისური მამე რაღაცა ასე იჭირო რომ ეს უნდა შევწვა არ ვიცი.
მირმაკო მადლობა. მეუბედური. დავსე ექნება გოჩას ბუქდარსოს ნაშიარები. ხალხო, ანუ დამაყარეთ ვარდები, ოღონ გულზე არა. ვის რამდენი ადამიანი გიყურებთ? დავსე ექნება გოჩას ბოქსი დარსოს ნაშიარებიო. ვაიმე და 296. მე 6. მეც და ქარაში არ ვაწილა. ქარაში არა გოჩა იმასთან გოჩასთან. მარია გთხოვთ შემოყარგო და არ გვინდა ეს რაღაც მეების ნანა უღრმესი მარია მადლობა. ნანა შენ ჩემთან გადმოხვედი წეღან რატო წახვედი? ანუ იცი რას არ მივხვდი ხალხო ანუ ეს სელინას მაყურებელი ხო იცი რომ ჩვენ სელინას მეგობრები ვარ და კარგი ეს დაო ვანილი არა ის ყვითელია რომელი მარია ვაიმე გუში რატო არ გაგახსენდა სელენა და ემა და ისაფია ვიზორო და ინგეს ანანო ეგრო ბოროტი ხარ თქო კაცო ანუ რატო არ უთხარი ჩემ მეგობრები არიან მე ვანილი არ მომწონს მარია აი რომელიც მომწონს მაგ შეხო რა თავს ვიყავ და მასი არ ვამბობ ფავორიტი ჩვენ მე ვიძახე დაწერებს თუ შენი მეგობრები იცი არა შენი მეგობრები ცუდებს რატო წერენ ხო ხოდა ვარდისფერი 68 აი მე ვაფრთხილებ რაზე კანი მოიჭამო აი მე ვაფრთხილებ მადლობა მარია ვაიმე ვინ გაიმარჯვა ვაიმე ვინ გაიმარჯვა ნეტა აი ძალიან გამყოლი მე გამიმარჯვა იყიდება სოლ დე ჟანეირო რავი გამოწერი თან გუგლაში მადლობა მარ ყველგან იყიდება და ძალიან მე ოღონდ პატარა სეტი ვიყიდე იმიტომ რომ ერთი სუნები არ მომწონს და მარია მართლა გამყოლი სუნი აი ძალიან ხო არ გაჩუმდა რაც ლაივი ჩართო თო ვურ ეს დიდი ხანი არ მოპარაკობს მე დარსო მამიკრძალა ეხლა მე ბაძავს გუში მე რო თქვი მაგაზე შეწიგ რო გაიმეორა ვინც რა ლაიქეთ მოგწყდეთ თითი რა მიაწყევლა ვინც არ ალაიქებ ტრაკზე გამოგივიდეთ ძირმაგარა არა პრიშიკი ამ საზაფხულოთ რომ ზღვაზე რო წახოთ პრიშიკიანი ტრაკი გქონდეთ მარია შემოვი მარია როგორ ხარ დიკო დიდი მადლობა დალაიქეთ მარია შენ მარია მადლობა ძალიან დიდი ექსელენა არ გაიგოს თორე ვაიმე არა ვარ მე იცი ზიوانე ხო შეშინებული ხარ შენ ხო სელენამ არ გაიგოს აი შეხედე ხა მე რო ვთქვა ასე ხო ვაიმე ამიშარდება ორი ნუ არ ესი არ თქვი მარია ძალიან ამიშარდება ხალხო ვაიმე ერთ დღეში ჩამაგდებენ მე ხა ის გავარდება და ჩემი ჩაგვირვა უნდა ხალხო როგორ მებძვიან 1 საათი 7 წუთი დამრჩა მარია ივანე რა სიმპათიურიაო ჩემო დათქომა დაგიწერა მადლობა გადმოდი ჩემთან შეგიკუთავთ გილაიქებ ემუ ნუდისტური პლაჟი მაქვს აქ რა პრიშიკიანიო ხო და შენ სამოგება პრიშიკი ტრაკზე თუ რა დამილაიქებ 10 ვარდი გჭირდება ეხლა ეგეთ კომენტარს შემოკარგო ხო ონლაინ 10 ვარდი ივანე დაკავებულია ონლაინ მადლობა თაკო ესე თუ მიშვენ მადლობა კიდე 4 გჭირდება შევავსო ეს კოინებს დაბალფასტ მითხარიმ რომ დამოვიწყო აი მე მოვასწროთ კიდე სამი აჰა ნანა გადმოვიდა და გადავა ნანა ვარდი მაინც მესწრა ერთი აუ ვერ მოვიქცე ბავშვი დარსო ეს თუ სოციალებში გადავიტანა ნახავ მეგობრებო ალაიქოთ ვაიმე ულვაშები რატო დამადე გიო მადლობა ჩემო აი ივანე ხედავ ანუ ერთი ვარდი პროსტა ერთი ვარდი დამაკრე არც მე მაქვს რა გინდა მაია მართლა ყოჩახ აი ვიღაცამ ყოჩახს θέλει ხა გააკებს აქებარი ხა გიო უხრმესი მადლობა გოგობიტის ცუდი დავწერე ოსტელასთან და ნიკა მოდი მაქრიე დედა და ხალხს შეუყვარდები მიდი ვანცე დიკო მე ავიტან მიდი დე მაგინე ნაფურთხე და ან მაგ მოდი სინჯოთ დაკო 2 წუთით გავტესტოთ ახლა ხალხის ფსიქოლოგია ანუ ვანცე დედა მთათხე ანუ ხალხს შეუყვარდები გეუბნები დადო
ეკლესიებში შენი სანთლების ნათებას დაიწყებენ, ლოცვებში მოგიხსენიებენ, ოღონდ მლანძღე დედა, ანუ მზედამთვარე, რა გიდა დედა რო არ შეგისრულნ თქვი დაადე. ის სავანძღავი იყო უკიდურესი სიტყვებით, ის არ მილანძღია და არაფერი არ დაგიშალა. ზოგადად რომ მიხვდეს ახლა ხალხი. დედა, ახალი iPhone-ი გამოდის. ანუ ყველაფერს შეგისრულებენ, ოღონდ მლანძღე, ანუ მარტივად, ხო? ანუ ნუ რა დასკვნის გამოვიტანე ახლა ხალხი იმიტომ ლანძღავს რომ ხალხმა შეიყვაროს თუ ცოტა ვერ მივხვდით ან თქვენ ფსიქოლოგიას და ისეთაც ვიყვარს იასნად უნდა გიყვარდეთ ფეხზე რატოდ გახარო ფეხზე არ გავარ თქო სივარ საწალზე და ვიღაცებს ჯერ საწოლით არ გეგესეთ თქვენ უბედურებო გასაშენ დივანზე გძინავთ მახსოვს გიას გადაცემაში და მე ვიყავი გიას გადაცემაში ახალი თქვით რამე ანუ გავიგეთ თემა საქართველოს ანუ 5 ჯელატრია და ეგ თემა სხვა გადაცემებშიც ვიყავი უბრალოდ თქვენ არ იცით თუ გინდათ ჩაგიგებ მოძველდა ეგ თემა მოგბეს და უკვე ხალხს და გამოგელიეთ სალაპარაკო სხვაგანაც ვიყავით დედა მაგრამ ეს გადაცემები არ იყო ცნობილი გადაცემები მიმუშავია კიდევაც ტელევიზიაშიც და რადიოშიც ალბათ არც ეგ არ იცით ხო მაგიტომ მაგას დედა მოწყნული ენა ხო და მითხარით და ჩაგიგდებთ ანუ მე თვითონ ან რატო გგონიათ რომ მწვენია მათ შორის ჩემი ბანკეტის ვიდეოებსაც ჩემი წარსულ ცხოვრებასაც რომელიც მიყვარს მაგრამ აღარ დაბრუნდება რატო გგონიათ რომ ჩემი ცხოვრების მწვენია ანუ მე თვითონ ყვები რაც ვყავი და ვის ვიყავი რა ვინმეს და პოზიცი ვიყავი და პატიოსნად მომუშავეც ვიყავი და ყველაფერი ვიყავი ანუ ერთადერთი რაც არ გამიკეთებია არ მომიპარია და სხვისთვის დახმარება არ მithხოვია იმიტომ რაც გამიკეთებია ყველაფერი ჩემით გამიკეთებია ამიტომ დაკავებო არც არაფერს არ ვაწუხებ კიდე ჩემი რაღაცეებით ხო ანუ ჩემთვის ვცხოვრობ და როგორც ჩემს დამოუკიდებლობას ხალხი ვერ ეგუება თუ ვერ მივხვდით საერთოდ ვიყავი დაკარგულიო მე კიდე დაკარგული ვიყავი ხალხმა გადავატრიალე ერთგვარად მთელი ტიკტოკი მე ასე ვიცი ანუ გავქრები მე შემოვანათებ და ანუ ხალხს რა ანუ ვიღაცებს რა არ მოსწონს იცი ანუ მე შემიძლია ძალიან მარტივად ავალაპარაკო ერთ წუთში მთელი საქართველოს ერთი თემით ანუ ისე ვიტყვი რომ ყველა ალაპარაკდება მივხვდი და ესენი რო ხვდებია რომ უკვე რო რეიტინგს კარგავენ და ანუ აღარავინ აღარ ლაპარაკობს და ყველა კრესტიზე ამაზე იჭრებიან მივხვდი და ანუ სკდებიან ტრაკაზე ოღონდ ანუ აღარ იციან საიდან გადმოუშვან ხო და ნუ ესე ხდება ხოლმე და რა გავაკეთო ახლა დაკო თქვენ უნდა ისწავლოთ შოუები კუკურის რა კუკურას როსტხოვთი დახმარებას გერმანიაში ჩავბარდი შეთესტო ისეთყვეფა ჯერ დავიწყოთ იქედან რომ მე კუკური ბარამიზისთვის დახმარება არ მithხოვია კუკური ბარამიზე ცხოვრობდა დრეზდენში იყო აზულში თვითონაც ნუ ხა იქ ვერავის ვერ მოატყვა როგორც თქვენ გატყუებთ მან და ვითომ ხალხს რო ეხმარება ინტერნეტ მათხოვარი მეორე და გამოუშვეს გერმანიიდან ხო და კუკური ბარამიზე რაშუაშია უკაცრავად იქ ცხოვრობდა ერთი ჩემი ყოფილი მეგობარი ეხლა შემხვდა მისი კომენტარები ვიდეოებს საყაროს ალბათ დოზები დააკავდა და მაგიტო რაღაცა ვეღარ გადაკრა ისა რა ქვია პოეტრა ხო და ერთი მეგობარი ცხოვრობდა კიდე ჩემი ტრისტანი გერმანიაში და ეგენი დამხვდნენ და ანუ ვისი დახმარება შემჭირდება უკაცრავად საქართველოს კი არ არის ანუ ევროპაში არსებობს LGBT ორგანიზაციები და მაგარაში უნდა დაგეხმაროს ანუ საიმიგრაციო სამსახური საბუთი მოგწეს თუ ანუ რა უნდა გააკეთოს ანუ მითხარით ძალიან მაინტერესებს ანუ რამის დახმარება რო შეძლებოდა მაგას საქართველოში კი არ იჯდებოდა ინტერნეტ მათხოვრა გერმანიაში იქნებოდა ეხა მგონი იქ დასახმარებელია ხალხი ამიტომ დაამწნარდით და კომი არავის დახმარება არ შეამჭირდება აი ეგ ტრისტანი როგორ არის? ძალიან კარგად მუშაობს, თავისთვის არის და ძალიან მშვიდად. ხო და რა ვიცი დავიკარგე, ანუ პირველად ჩავედი გერმანიაში დავიკარგე, ანუ სხვა გაჩერებაზე ჩამოვედი მე უბედური, ანუ ქუთაისის თბილისის გარდა რო არაფერი არ მქნა ნახე საწყალს. ხო და ანუ შემოვიარე ეს მთელი პატარა ქალაქი და მე ანუ მე ხო რუსული ვიცოდი, მაშინ ინგლისური არ ვიცოდი. ძალიან კარგად და ვიღაცა რუსები შემხვდნენ და აი რუსულად უთხარი რომ აი ტელეფონი დამიჯდა თან. ისიც ვერ მოვიფიქრე დებილმა. power bank-ი მეყიდა. ხო და
შემოვიარე ეს კალე და მე რუსები შემხვდნენ და მე მეუთხარი რომ თავი გაჩერებაზე ხარ და უცებ გავიხედე და მე ეს ჩემი მეგობარი რომელიც თქვენ ქალაქში ერთი ყოფილი და ერთი ახლანდელი რომელიც მთელ ქალაქში მეძებდნენ ანუ ხედავე კივიან არა ეს ძალიან კაი მომენტი იყო ანუ რაც კარგი მოგონებები მაქვს იმასთანაც კარგი იყო და იმასთანაც კარგი იყო კივიან და ხო და ანუ დავინახე წამოვიდა ცრემლები მეთქი ან დავიღუპე დამექცა ცხოვრება თან იქიდან არც აეროპორტი არ არის ანუ ის საშინელი ქალაქი არის მიშველე და მეთქი დამექცა ცხოვრება და რო გავიგონი ამათი ხმა ასე მეგონი ანგელოზები მეძახდნენ ფლიქსბაში რავი კარგი ანუ ფლიქსბაში როდება აი კარგები ერე და თავიდან ყველა რო თავიდან რო ჩამ არაფერი არ მქონდა ხალხი ნანახი ანუ ერთი ვიცოდი ქუთაისში ისე რა ქვია ისიც დამავიწყდა რა ქვია ერთი ვიცოდი დიდუებ აღლის გაჩერება მეტი არაფერი არ მქონდა ნანახი და მთა ისე რა ქვია აღლაბრის გაჩერება ანუ თბილისში რაც გაჩერებები არის და მეტი არაფერი არ ვიცოდი ხა 18 წლის ვიყავი 18 წლის რო გავხდი მაშინ ჩავედი გერმანიაში შენ არ ხარ ძელი იყამის ეკლიკინებს მე ძალიან ბევრს ლაპარაკობ დაკა მეც არ უნდა ილაპარაკო შენზე მაინც ძივად დარჩები კრისტო იასნად ქართველი ბიჭებია მოდი დავატოლოთ ქართველურად რომელს უფრო დიდი ვექნება აი მე რო გქონდა შენზე შეყალეო შენ მოგიყნავ მე დედის მუტას ამ დიდი ყლით ძივი ანუ ტრანსფერ დიდი ექნება შენზე იასნად ახჩი ზოგადად ტრანსგენდერ ქალებს ძალიან გამომუშავებული გაქვთ ეს იუმორი რაღაც თავდაცვის მექანიზმი ანუ თანაც მექანიზმი არა ანუ არაფერი არ მწყის ანუ ვეღადავები ანუ მე ანუ ჩემი რჩევა რაც იქნება არასდროს არ მიიღო არაფერი სერიოზულად ანუ იმ ცხოვრებაში ეს ცხოვრება არის არასერიოზული ანუ ძალიან ისე რა ქვია ანუ ყველას გაეცი პასუხი სერიოზულად კი არა აი ცინიზმით კი არა გერმანულად გამავიწყდა ერთი წამი და მოვიფიქრო სარკაზმით ანუ იცი როგორ ტკივა თან შეიძლება ტარაკიდან მოფსას სისხლი ანუ სარკაზმი მე დაგისერიოზულებენ აი მე უკვე გადადი და შეაგეთე იმაში რა ქვია კატოქში არას გახსო ბაყაყს და შიმპანზეს მე რომ რაღაცა სახეობა ვარ ჯერ ვერ დაადგინეს მიყოლევენ ქართული ისინი რა ქვია გამოსაკვლევი აპარატები ვერ გაწვდა და ეხა ეს მეგობარი რამდენი ქრამს დამი ესენი დიდი ხნის მეგობრები არიან შენ ძალიან ერთი დეივი არის ძალიან ბავშვობიდან ვიცნობ მე არ მეგობრობ ყველასთან მაქვს ყველასთან შემიძლია ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდეს მაგრამ ეს იმას არ ჭირდება ყველა მეგობარი არის ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანების რაოდენობას ჩემთვის აქვს მნიშვნელობა ხარისხი და რამდენად იცის ადამიანმა მეგობრობა თორე ხა ყველა შემიძლია მეგობარი დაუძახო ძალიან ბევრს უნდა ჩემთან მეგობრობა და არაფერს არ ვუკარებ გვერდით იმიტომ რომ მე არ მიყვარს აფირისტობა რასაც ვფიქრობ ვამბობ პირდაპირ ანუ რატომ ჩავყლაპა ვინმესთან სათქმელი ანუ არ მომწონს მოაჯვია ყლეო დედას მოგიტყნავს მე ასეთი ტიპი ვარ მიხთი ანუ არ მომწონს ვამბობ ანუ რატო უნდა ვიაფირისტო ვინმეს ან რატო უნდა მოვატყო ან უკვე უმარტივ შემთხვევაში თუ კაი ხასიათზე ვიყავი ან ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ და ძალიან ცუდია ყველაფერი მიხთი აი მაგალითად ანუ ეხა მე და ჩემი მეგობრები რო ვიყავ ბელგიაში ვიღაცა ტიპს უნდა ჩვენთან წამოწა ჩემი მეგობრებს მე ვთხარი არ მინდა მეთქი ანუ არ მინდა არავის გაცნობა მიხთი ანუ ძალიან პირდაპირი ვარ თუ არ მინდა რა ვქნა ეხა დავაძალო ჩემს თავს ეხა შენ არ იმაზე რა ქვია ტომატზე ალერგია რო ქონდა შეჭამ ტომატს რა თქმა უნდა შევჭამ ხო ანუ რაც არ გინდა და რაც შინაგანად გეუბნება შენ რომ არა ის არასწორმა გააკეთე რატომ დავაძალო ჩემს თავს ანუ მე ვცხოვრობ ჩემი თავის კომფორტისთვის ჩემი კომფორტის ზონა მაქვს
შეიძლება ცუდი იყოს, შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ჩემი კომფორტის ზონიდან არ გავდივარ, ანუ ეხა უცხო ადამიანთან რომ მივდივარ, ანუ მე ისეთ თემებზე ვერ ვილაპარაკებ, ანუ უნდა ვითამაშო, მივხვდი დავჯდები ესე. ეხა დავჯდები ჩემ მეგობრებთან და იქ სხვანაირი, ანუ ხალხი მიცდობს სხვანაირს და იმას რომ დავჯდები, დავჯდები ესე აპრატული სახეთი. მე ხა. ანუ ყავას ხო მივიდგა მე იმ ჩემს მეგობრებთან ერთად ესე რაღაცა პირდაპირ. ანუ ხო შევიტხვდი შავ, ანუ ერთხელ დარკას ხო ჩავიგდებ, მე ხო ჩავამატებ კიდე რაღაცას და აი იმასთან დააჭდე აი რაღაცა და ესე უნდა კენკო რაღაცა ის საჭმელი და აი რაღაცა მივხვდი ეს ყველაფერი არ მიყვარს ანუ ჩემს მეგობრებთან ერთად რო ვარ მინდა თავისუფლება და უცხო ადამიანებთან ანუ ვერ გძნობ თავს თავისუფლად უბრალოდ არ მიცნობენ ისინი და იმათთან უნდა ვითამაშო რაც ვარ აი ხა აქ და რაც ვარ სოციალურ ქსელში და ასეთი არ ვარ მე პირად ცხოვრებაში ვინც მიცნობს ხო და მირჩევნია რომ ვიყო ჩემს კომფორტ ზონაში ხა ასეთი არის დაკო ცხოვრება ყველა ადამიანი თამაშობს ყველა ადამიანს აქვს მოგებული მასკა ყველა ადამიანი შეიძლება იყოს სხვანაირი ყველა ადამიანი შეიძლება შეიცვალოს მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან უბრალოდ დრო იცვლება და მოთხოვნილებები და გარემოებები ანუ შენ ფიქრობ რომ თამაშო ყველა ადამიანი თამაშობს ნიკა ახლა მომენტში არა ზოგადად ცხოვრებაში ყველა ადამიანი თამაშობს შენ შეგიძლია თამაში ახლა ამ მომენტში შენ არ თამაშობ ერთია შეგიძლია და ვაიმე შენ თუ ვინმემ გაგაბრაზა ქალო აი ისეც ჩატარებ დედა ისეც მაგრამ ეგ რეალურადაც ხო ეგრევა ეხლა რეალურადაც ყველა ადამიანს შეუძლია თამაში ცხოვრებაში ყველა ადამიანს აქვს 2 გეთანხმები 3-იც და 4-იც მე და ადამიანს ნორმალურ ადამიანს ხო აქვს 4 სახე მე მაქვს 150 სახე მივხვდი ანუ ყველა ადამიანის სახე ვიცი უბრალოდ შეიძლება ესე პირდაპირ არ უთხრა მაგრამ ნუ ხა ჩემთან თუ მოვა და რაღაცა მე დაკუ მოდი საკურე ჩამოვიხსნათ ეს მოვემზადები მე თმა ავიწიოთ და მოდი და გაბდღუნილი მყავს ვსა იმიტომ რომ ანუ ყველაზე მეტად ვერ ვიტან ანუ რას ვერ ვიტან იცი მე როდესაც ადამიანთან ბუნებრივი ვარ და ის თამაშობს მე ხო ხვდები რომ ადამიანი თამაშობს ახლა ხო არა ვარ ანუ ამ ხალხალი ანუ ყველაზე მეტად ანუ ვერ ვიტან ამას ანუ რომ ეთამაშებიან და როგორიათ რომ აჯობებენ ჭკუაში მე და ყლეზე მგიდია ცხოვრება ამ ჩემ ფეხებს ვისაც რა უნდა ის თქვას მე ხო ვიცი რა ვარ და ვინ ვარ ჩემ მეგობრებმა ხო იციან მე ვარ და ეხა მაგული და ჟუჟუნები და დურაკები და სიტყვან საერთოდ არ მაინტერესს აი მოკლედ წავედი და წარმატებები ლაივში გაკოცე ძალიან ბევრი და ნუ რა ვის ნუხსნი დაყო სარკაზმი გამაიმუნე ყველა ვინც არ გებასება დედა აღარ უბათრიბენ nicht ანუ მეკებულად არა ანუ სარკადე ეხადავე ჩაპს მამდე ანუ აი ისე უნდა ეხადავო რომ ანუ შენ თვითონაც ანუ რო უყურებდე შენს ვიდეოს ანუ იფსავდეს ისე მე რო უყურებ ხანდახან ჩემს ვიდეოს ანუ ღამე რო დაავწვები და რაღაცა უკვე რო მინდა რომ დავიძინო ანუ შევდივარ ჩემს აი სკედე ვიფსავ სიცილით ოღონდ ნუ ეხა თუ რაღაცა წერება შენ მოვიწიე და ასე აი ვიფსა სიცით ანუ რატო უნდა მოიშალო ვინმეზე ნერვი აი რატო უნდა მიიღო ვიღაცა გამოშტერებული დებილის აზრი ანუ შტერის დარიგება აი ნორმალურმა ადამიანმა სერიოზულად ხო ანუ ეხადავე ანუ და მორჩანო ნუ რა თქმა უნდა თუ იმსახურს ახლა ვიღაცა მანძოგია თუ არის და რაღაცა 2000 გამოწერი ყავს და კაცშიც არ აინტერესებს და შენი წესრიგს დაელოდე დრო ყველაფრის მკურნალია დაელოდე და მოთფინე ხო გაგონია მოთფინებითა შენითა ძალითა ჩემითა დაელოდე დრო როდეს წამოკრავს ფეხს და რო წამოკრავს უკვე მერე ფეხს აქ მოდი უკვე მერე გაშალეთ და დავალები აი ასწრეთ მაკი გაქ ანუ ერთით მაკეთ გადაიწე მე მოდი და ათრია ისე უნდა ათრიო მერე ერთდროულად რასაც მოითმენ ერთ ვიდეოში უნდა ამოყარო ეგ ბოღმა რასაც მე არ ვუჭერ მხარს ბოღმა არ არის რატო არის ბოღმა
ერთ ლოყაში როგორ გაგარტყავენ, მეორე ლოყა კი არა მიუშვი რა. რა თქმა უნდა, არა მიუშვი. ერთ ლოყაში როგორ გაგარტყავენ, დედიკო, ისეთი უნდა გაარტყა, თაბაში რომ დაჭირდეს ორი ექიმისგან. ანუ ასე თუ ისე შენ მე მიცნობ, მე არ შემიძლია, მე მაინც დახმარების ხერხს გაწოდება ჩვევია. არა დაკუ, არა არ რჩება მადლობელი. ერთ ლოყაში რო გაგარტყავენ ხელს, შეიძლება იმ მომენტში არ გასცებ. ანუ ასე ხო გაგარტყავენ. აი უყურებ, ასე ხო გაგარტყავენ, შეფერე, ასე ხო გაგარტყავენ. შენ აი ასე უნდა გაარტყან, სახონე ჩამოუგდო. ანუ ნახე, ერთი რაღაც მინდა გითხრა. მაშინ, როდესაც შენ ჩემთან მიგიღე სახში დაგტოვე, მე სამსახურში წავედი, ეს ხო იმისთვის არ გამეკეთებია, რომ ვიღაცებს დაენახათ. ეს ხო იმისთვის არ გამეკეთებია, რომ მე რო არ მომეყოლა არც და ხალხმა. ანუ ეს რა თქმა უნდა, ეს მე მინდოდა, ხო? ხო. მე გავაკეთე, იმიტომ რომ მე მიყვარს ეს და მე მომწონს და მე ვარ ბედნიერი. ნუ რა თქმა უნდა, შენ თუ ეს ყველაფერი სიამოვნებას განიჭებს, ეს ყველაფერი უნდა გააკეთო. მაგრამ ის რაც სიამოვნებას არ განიჭებს, ეს ყველაფერი არ უნდა გააკეთო, ეს არის ჩემი მოსაზრება. მაგრამ მე ვარ ასეთი ადამიანი, მე რო აი ასე გამიკეთებენ, მე გავაკეთებ ასე, ყბას ჩამოვუგდებ, ოღონდ მიშველე. ოღონდ ძალის და მუშით კი არა. ტვინის мама ტვინის რეცეპტორები ძალიან კარგად მიმუშავებს. მოკეთ წავე, ვამე ბოროტი ვარ, ხო და თქვენ ხართ კეთილები და რავი, ანუ მგონი ხალხი აღარ არის გამოზულ საათია ლაივში და რავი, ერთ-ერთი ლარი კიდე ექნება ვიღაცებზე ჩაგირიცხოთ, დამშვიდეთ ხალო, რა ვიცი. გამოიყენეთ ფსიქოთერაპიისთვის, თორე უკვე დაგეწყოთ კლიმაქსი და რა ნერვიული შეტევები და რა ვიცი, ანუ ყველაფერი დოზები დაგაგდათ უკვე აპრიდა ანტიდეპრესანტების და მიმართეთ დედა ფსიქოლოგებს, მე არ ვარ ფსიქოლოგი, მე ვარ ბოზი, შემიძლია ბოზობა გასწავლოთ, მოდით მამასთან, გაკოჩან, წავედი მიდით. კარგად იღარ. მიდი. ძალიან კარგად ვარ. რა ხდება? და ვიზა კამერასთან ახლოს უნდა გაკოცო. მიწიე დარს. არ მჭირდება. მოდი გაკოცო. რატო აბრაზე ბავშვს? ივანე გაკოცე. ივანე მოწე ლოყა. აჰა. მადლობა მადონა, ტიკანის მორომ. ზემო შეკება არ ჭირდებათო. იქეთ მაგარი ჭორაობა მიდისო. მე სად მიდის ხალხო ჭორაობა მით? ხალხო რატო გადაგაქვთ რაღაც სრულ ინფორმაციები და რატო აღიზიანებთ ხალხს? სად იოანე რა ხდება? რაღაცეებს წერენ, არ ვიცი. კორკი მელავ. არ იღლებაო. არ მოვა არაო რა. ალაიმე ესი. არა შენ არ სტოპოლი აჰა. წერა კომენტარი და ანუ შევა მაგას გო სად მიდის ეს? მადლობა ანანო. ვიღაცა ხო არ გაგიჟებს. მადლობა ბელოს შენს. ნათია კი არა ხა მაგათ სახელებს არ გავაჟღერებ. იმათზე ყოფილა საუბარი ეთყობა ლაივში არიან. მე ნათიაზე მგონია მე და მეთქი ნათიას რაღა უნდა. ოკეი. გავიგე. მე გარ გვაინტერესებს ჩვენ ეკთება ვინ ვის ლაივშია კაცო ისხნე და ილანწყონ. მე ვინ მოიგო დარსო? მე და ვინ უსმენს სერიოზულად მაგას. არავინ. მადლობა ანანო. მადლობა უღმესი. რაღაცა სტელინა რო აგებს არ იმჩნევს, ხედავ? ხო. ზე ალაფარფერი. ჩემი მოგება არ უხარია დარსო. ვისაც რა უნდა ისი საუბროს ჩემო კარგო, მე არ მაგარი პრობლემა. მადლობა მაგამ. და ლაივში და დავბლოკა ლაივი. დაინე ხანდახან იმ ადამიანს უყარვარ, ხანდახან მაშინებს სიყვარული, იცით, რაღაცა აი დისკომფორტს განვიცდი, რომ რაღაცა რიგზნობა მეუფლება, რომ აი მე რაღაცა მაშინებს სიყვარული, რატო არ ვიყო? მიყვარდა და მართლა გეუბნებოდა. მადლობა ხახო არ გინათ ეგ თემა რა მიწერთ მე ანუ 2
ორი საჩუქარი გვიდა მეგობრებო, ორი ვარდი, ბონდერა, საჩუქარი. როგორ ახარ ჩემო კი კაცო? დავბლოკე. დიდი მადლობა მეც ყველანი მიყვარს. თელე როგორ უმკლავდები ჰეითერებს, ანუ ცუდ კომენტარებს უნდა ვისწავლო. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა ცხოვრებაში. არა, უნდა ვისწავლო, იმიტომ რომ უკვე დაიწყეს და მაგიტო. შეეჩვევ იოანე და ბოლოს ამიოთე და ჩვეულებრივად, всё. ბოლოს დაიკიდებ რა მაგ ყველაფერს. დაიმე, მადლობა, მადო, ეგ რა გამიკეთე გო პირში? რა მომესით პირში? რა იყო ეგ ჩუმად იყავიო თუ რა? არა, ხელის ის იყო. ესა იყო გოგო, მუშტაში. აჰა. ხო დაალაიქეთ რა. აი მე ვაიმე, ემამ ჩაარტყა ჩაკუჩი იოანეს და დივანის ნახებელი. რატო ჩამარტყით? ჩემთან რა გინდა? მადო. იოანეს კესელედას ჩაარტყით. დაიხარე ჩემო კარგო. ეხლა წამო. ჩემთან რა უნდა? ემა რა უნდა ჩემთან? იგრძნეს რომ გამაბრაზა. ეხა გასამაგება გვერდთვება. ძრენი? ლალი მადლობა. მაგიწვა ჩაკუჩები ემა მარტო იოანეს მოხვდა, სხვას არა. 10 ვარდი გჭირდება. გიო მადლობა. დარსოს არ ჩაარტყეთ. გიორგი მადლობა ძალიან დიდი. ვაიმე იუსერ, ევხარისტოპოლი, ჯანო, მადლობა. ჯანუმბენი. ვარდი ფულები. შემოვიდა ჩემთან ერთი ამერიკიდან. მადლობა. სახას არ ვიტყვით, რა გამიცხადე. იქნებ შევავსოთ ხალხო. დარსო შემოდი ვარდები გავამიგზავნე. მე ამის ой მაგისმადე გაკეთე. აუ ეხა შევჭამდი რა ასეცით ხაჭაპურს. სულ ჭამაზე როგორ ფიქრობ? აუ ხაჭაპურს შევჭამდი, ლობიან შევჭამდი, კიდე შევჭამდი ხბოს. აი დარსო ის სადგაისა ქართული რესტორანი შენ რო წახვედი ახლა? დარსო 40 ხინკალსაც შევჭამდი, კიდე შევჭამდი. გიო მადლობა ძალიან დიდი. დარსო გიორგი და ჩვენ ცხოვრობდი მუზეუმის წინ გაიხსნა ახალი little ქართული რესტორანი ახალი და ვაიმე ანუ ხო ისეთი აი მე ახლა აჭარული აქვს მენიუში რა გიორგი მადლობა უღრმესი. მე ხალხო არ წამაგებინოთ და იოანე არ მომიგოთ რა თავს მოვიქვა გიო მადლობა რა ხდება იოანესთან აუ ყველაზე ემა იცი ვინ ურტყავს შენ რო დაგიწყდა გიორგი ეგ ნუ ეხა რა მე რა კაცო მადლობა ანუ რა პოსტა გითხარი თუ რამე კევიძახი კაცო რა ხდება არა ისევ თქვი მეც გიოს პირველად ხედავ ჩემ ლაივში ქველმოქმედი ადამიანია კეთილი მადლობა გიო ძალიან და შენთანაც გადმოვა და ვის მირთყავთ უღრმესი მადლობა გიო ნიკოლა უღრმესი მადლობა 8 მაისს მადლობა ამდენი საჩუქრის დაო კოდი ანუ კიდე რამდენი წუთი დაგჭა დაბადებისას დამთავრებამდე რომ 42 45 სულ გითხავენ შენ 42 წუთი დამრჩა მოძედა მოჩვენა დოდო დარსო ჩამოხო წავიდეთ ჩამოდი და სერენა არ ჩამოდის რა ვიცი ცოცხალი თავით იმენა აი მატარებლის საჭურზე მისვლის ეშინია რომ მატარებელში ჩაჯდეს და ჩამოვიდეს აუ გიო ჩემთან ბობო წამოიყვანეთ და წამოვა რა ვიცი ჩვენ ვატარებთ გავასეირნე ჩვენ რო გარეთ იქნება ჩვენ წამოვიყვანთ ბობოს არის დარდო და ძაღლებთან ერთად ადამიანები რა დადიან გარეთ ეხა ბობო ესე მშვიდი ძაღლია მე ხაჩება მთელზე და მტკივა ყველაფერი ხელი აი ჩვენ წამოვიყვანთ კაცო შეგენაცვლებით მე მახტება ყველგან აბსოლუტურად გაბუნდღლული ვარ მთელი ახლა ძაღლი რო ხალხი ბავშვი დადის გარეთ ახლა შენ ძაღლის გამო არ გამოხვიდე გარეთ აი ერთიო გაგატარებიო ბობო გავატარებ კი მე ხაჩება ხოლმე გიორგი ძალიან დიდი მადლობა ჩავი ბოღმე ემოპრივე ხოლმე ჩამოდი და ჩვენ ვატარებ უღრმესი მადლობა რამდენი საჭირო ძალიან დიდი მადლობა გამელაპარაკე საჭმელზე მომშივდა დღეს ბევრი არ მიჭამია და არ ვაპირებ ჭამს ობე ხა შევჭამდე ხინკა რატო არ აპირებ ჭამას გიორგი უღრმესი მადლობა Je m'appelle Nathalie Sele, привет, ჩემო კარგო. მეგობრებო, 1 საათში დაბადების. 1 საათი დამრჩა. მეგობრებო, ვინ გაიმარჯვა? ვერ ხდება ანგარიშები, აბა. იოანემ გაიმარჯვა, ჩვენმა იოანემ. მადლობა. რა მეორეზე ვინ არის?
მე რა იყო აი ბოღმის მეორე არ არის აქტუალური საყარელო. ანუ მესამე და ნახეთ როგორ იდეალსლება გამოიძახე საჭმელი კარხასეს დადგები მესამე მეოთხე ადგილს ვინ ნაწილებს? ანუ პირველია თუ მეორე უკვე არ არის აქტუალური სცენა, ასე რომ ნუიხები. აუ რატო არ არის? ჩემო კარგო, აქ არის ორი მთავარი. ორი მთავარია გიორგი მადლობა. ეხლა რატო არის ლაპარაკე მე რომ მოვიგე ხარ ვახოთ ეხლა გახსენდა? ეხლა რა როინა ჩაგივარდა რა იყოს რა არის ვერ პოულობ ახლა რა ზურდა შედან მომწყეული დარსო თორე რაღაცა 28 ლეველიანი ხარ ამე და თუ მოვედი მან დარსო ლეველებს რომ დათი ჯოზერო ლეველი ანუ იცი რა უნდა ვქნა და სამ ასკოს სახელო და დაიძახო გაჩერდე სამ ასკოს და დათი ჯოზერო ლეველი და როკის რა ხდება დარსო მიდი აბა თუ გაჭრის გითხარი გაჭრა დარსო გაჭრა რა შემოსულა გოგო აცადე მეოთხე გაწერია რომ გაჭრა მაინც არ გეტყვის ელენა შენ ხო დავინახავ ლაიქეთ რა კულებით კულებით როგორ გამოვიდა მადლობა დორიან ჩვენთან მოთოვლა დარსო ნუ მე თამაშებით ჩვენთან მოთოვლა არის ეს დავით ბოტოლა დაწერეთ კომენტარებში ცეცხლს ნუ ეთამაშებ ძილი მიყვარს სან მიყვარს ძილი მიყვარს ჭამა მადლობა მიყვარს სიგარეტის მოწევა მიყვარს ფილმების და მაგება გვაქვს და გიყვარს დაწოლილზე ჭამა ხო რატის კი აუ ვიღაცამ გახოთ ფაგება დადო გიორგი ელიაგო მადლობა ეს უთხარი გიშერი დაიკიდოს რომ თვალი არ აიღოსო მადლობა გიო ნიკოლა ძალიან დიდი მადლობა დავიკიდო გიშერი გულზე უღრმესი აგენტურა მადლობა აგენტურა 007 მადლობა გიო ნიკოლა მადლობა ძალიან დიდი მადლობა უშენ მე და გვაპაშოლეს იცით ხალხმა 4-ში არ ვთამაშობთ მადლობა გიო ნიკოლა ძალიან დიდი გეუბნებოდა რაღაცას გეუბნებიოდა ისე რატო არ მოусმინე რომ გახვედი ო რაღაცა არა გელაპარაკებოდა გიო ნიკოლა ძალიან დიდი მადლობა მე ვიღაც ჩაგვერთო რა სტრიმერიაო რა ვიცი მე არ ვიცი ვინ არის ხალხი წერდა და აუ 4-ში არ თამაშობ და უღრმესი მადლობა ყველას მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა არა ის იყო ბროსვეცი ხო ბროსვეცი ხო მე არ ვიცი ბროსვეცი ვინ არის რა ბროსვეციო ბროსვეცი და 4-ში არ თამაშობ და მე დარსო ანუ მეთქი ღმერთო ისე გამაძერს კა ესეთი სტრიმერი გამხადე რომ ხალხი გავაპაშოლო რომ 4-ში არ აი ეს არის ვიღაცა რომ მივარდა და როცემ და ხო წერდი და იცი ვინ ეტო ჰესლიშ will kommen ვინცემა ეგცემეს ვიღაცა მივარდა ხო ქართველი და ტრანსები ციცაკის პრევით ჩხუბობდე ვაი მე მიშველე ბავშვს წეს ტრანსები ხუი აიწია რა ვიცი მე ისე მიგოს მეთქი არა მე ამ გოგოს ვეკითხებით რომ მეთქი არა გვაინტერესებს უბრალოდ კი არ არის პრობლემა რომ არ გვეთამაშებთ უბრალოდ რატომ ხდება ესე თქო და ხო რეიტინგის გამო და გასაგებია მაშინ არ არის მეგობრებო გამომიწერეთ ძალიან ხოთ როგორ ცხოვრობს მართლა ანუ ლაივში თუ ხალხი გიყურებს ეს რეიტინგი რა რეიტინგი რომელი რეიტინგი ანუ მე ვერ ხვდები 4-ში რატო არის თამაში რეიტინგი გვივარდებაოთ რა ვიცი მე რომელი რეიტინგი ვინ მიანიჭა ამ ხალხს რეიტინგი თალოდ ვაიმე დედაია მილიონობით ნახვა მაქვს კვირაში და მე არ ვიძახი რეიტინგული ვარ თქო და ამათი თავდაჯერება მომცა ღმერთო ხო მაგას ვიძახი ხაც ისე ერთი კითხვა მაქვს ვინ გაიმარჯვა ვერ ვხედავ ვაიმე ხკაი არა კატოკი
ხო და მაგიტო ვიღაც ცოტა ირონიულად ძალიან დიდი გამიხსნა, მადლობა კი, ყველას მეგობრებო, ნუ, ახლა ადამიანები ნიკოლა, ელია გოი, თამაში გიორგი, თამაში. ყველას, არა მისინება აგენტურა, არა ყველას. მიზეზი რომ რაღაც აი რეიტინგი და რაღაც თუ მე არ დიდ ვეცი მადლობა შენს უღრმესი. ისე მეზობლები ვართ 2 საათის გზა თუმცა საჩუქრებს ვარ ურტყა ტერმინამდე. და მაგით აკეთებენ ეგრე რეალურად. თუ იმეს უნდა სელეხა ჩვენ 4 თამაშობ შენ თუ უნდათ მას სულ გიგზავნია რა შუაშია ჩემთან კი ეგრე არ, მაგრამ იმათთან არ არის ეგრე. ხა რას ვიტყვი ნახე. რა შუაშია ბიჭო? გასამაგება გვაქვს ხალხო სამაიცო აი ვიცი ეგ ვიდეო. მე არ ვიცი რა შუაშია ბიჭო? მე არ ვიცი რა არის ეგ მეგობრებო, გიო, ნიკოლა, ძალიან დიდი მადლობა. უკვე უნდა რა ხდება რა უნდა ძალიან შევწუხდე. მეგობრებო, გამოიწევთ გიო. ძალიან დიდი მადლობა. მე რა ვიცი. რა დიდი ამბები არ მითხრათ. რაზე არა, მარიამ WhatsApp დიდი ამბები არ მითხრათ. ხა იმ ლაივზე იძახის ალბა ვაიმე დორიან უხრმესი მადლობა. მე გქო დავით ჩაგრე რა ხდება იოანე გოგოს ვერ მხედავ მე არა გადაიბირეს ხო ხედავ შენთან იყო და იქით გადაიბირეს. ნახევარი საათი მოხდა დარჩენილია. ჩაკეცე ლაივი და მე გავამიგზავნე საჩუქრე რა სიტყვა ნახევარ საათში ხოდა მე ჩაგრიცხავ რას 10 ვარ. იოანე გადის, კაი, მე მომაგებინე იოანე, მე რომ ამათთან დავრჩები. კი არ გადის დაბადებს რომ თავდება კაცო. მეთქი გადის თქო. კაი გავალ რა იყო, გოდე მადლო ხუმრობ რა გა. აი ვიცი. არა შეთქვი და გადი რაღაც გამიგზავე საჩუქრე და შემოდი. აუ ესე მე დამწნია ვიყო. 6 ადამიანის ჩაკოცნა შეიძლება. აუ კი, არა მე რა დოფხალიქე. მანახი ძალიან ბევრი არიან ჩართული, ეგ როგორ ხდება სელინა? ეგ სტუმრად როცა არის. სტუმრად. გაორმაგების დროს ხა ხასი ლაი როგორ იძახის გადამარტყით. ვინ მოვუგე ლალის მივანადგურე. თრალი იყო და გავიდა იმდენი არაყი დავლიო, რა ვიცი, ფეხზე ვეღარ იდგა თუ ვეღარ იჯდა. ეხლავე მოვალ ერთ წუთით. ხო, ახლა წახვალ რა იქნება. დავაი გიორგი ნიკოლა გადმოდი ჩვენთან. სერავის წასულია. მადლობა ინკოგნიტო ვინც ალაიქებთ ლაივს, ყველას დიდი მადლობა. და მომიყევით რამე აბა თქვენი ისტორიები, მიდი მოგისმენთ მე. ბოზობის ისტორიები თუ გაინტერესებს, დავიწყებ. აი მომიყევით მაგალითად შენი საყვარელი ერთი კერძი იოანე. კაიხა. ერთს ვერ ვიტყვი, ყველა მიყვა. არა, ერთი უნდა ამოარჩიო. ხაჭაპური. ემა. მადლობა. აჭარული ხაჭაპური. აჭარული არ მიყვარს. ღომი და ყველი. ანუ ეგ ერთი გამოდის? ვაიმე ხა ერთად ერთი გამოდის. ო, ოკეი. მე იმერული ხაჭაპური. მეც ხაჭაპური მიყვარს. აი, წავალი რესტორანში ხვალ მაქვს გეგმაში რომ წავიდე და შეგაშურებთ რომ აჭარულს ამოვიგროვოთ. აჭარული სასიცოცხლო. ხანსელინა დასვი. შემდეგი თქვენ დასვით. კაი, მაშინ ემა და ესე წავიდე. მარიამ მე მიყვარსო. ყაბაყი დაო? სელეს ყველაფერი ვინერწყვი გადამწდა. მაჭახელაში ვართო ამოწყდით. ემა, ეხა შენ დასიკითხა, მე ივანემ და მე საყვარელი სასმელი, ოღონ ალკოჰოლური. მარტინი. ტეკილა. კოქტეილი შეიძლება რა თქვა? აპეროლ შპრიცე. რა შპრიციო? აპეროლი. გაუგია მაგას რა არის? მე რა ვიცი, რა არის აპეროლ შპრიცი. და წელაფერი რო არის, ბერკინულში როკეტ. რო გნახავ დაკპატიჟე. ტრაქში შემასკრა, ათმინა მე არსავ სასმას. ძალიან ლაითია და ძალიან კაი დასალებია. ჩემი მოხიტო. ყველას ძალიან დიდი მადლობა, გიო ნიკოლა. შემდეგი შეკითხვა. კიდე მეორე გიორგი, ყველას ძალიან დიდი მადლობა. არაფრის გენწვალ.
მაჭახელს არ არის მე არ მიყვარს მეჭახელო. საკიდური მიყვარს. ოსკარის დაჯილდოებაზე კი არ ვარ, რამანდო თქვი ახლა კითხვა. ჯერ ერთი წუთი მე დავსო კითხოს, მაგრამ ვერ ვხედავ ისე ვინ გაიმარჯვა და რომ მითხრათ, ვერ ვხედავ. დამღალე ხარ. არ არის აქტუალური ეგ თემა და თქვი კითხვა. ება, შენ არ გითქვია. თქვი დაო მოჰიტო თქო. მოჰიტო? მე დავსო კითხვას, რომელი კერძი გეზიზღებათ ყველაზე მეტად? დაპატიჟებ თუ დამპატიჟე მე. ფლანი ყველაფერი მიყვარს, რაც არსებობს. ის პროდუქტს არასდროს, ანუ არ გამისინჯე და ვერც შევჭავ. მე გული მერევა, ანუ მე ზიზღება რომელი კერძი ისა გრეჩიხა. მაგას კერძად არც აღვიქვა, საერთოდ მეც მეზიზღება. მე სოკო კეცსა. სოკო კეცსა მიყვარს. სოკო ზოგადად ძალიან მიყვარს. აი რა ბავშვი ესე მგონია სკოლის დღიურს ვაუსებ. რომელია შენ საყვარელი კერძი? რა გეზიზღება? გიყვარა ფუძული ვარ. აი ხა მოდი შენ დასვი, აბა. ანუ კრისტინაბაზე რატო ჩაგისახლდა დღეს სულში თუ რა ხდება? მე ჩემს დასვი, აბა კითხვა ადამიანებს ხსენებ. სოკო მიყვარს მეტად ნაღებთან და ქათამთან. ხა მე დავსო კითხვას, ხო? ხო. დალაიქეთ რა ხალხო რა არის? დასით რომელი ბრენდი გიყვართ ყველაზე? ანუ სკოლაში რომელ საგანსავლოდ ყველაზე კარგად? 20 ვარდი. ეს სკოლის დღიური ეგ არ არის? აღარ ვიცი. ანუ მეც აყევე ხარ რომ გადახვალ სხვა ლეველზე მეც გადავა. მოდი სხვა ლეველზე გადადი, აბა. აბა ხახო ლეველი აციეთ დროზე. ანუ მე არც ერთს. მადლობა ბონდერა, შენ ტრენდია ემა. რა? რომელი საგანსწავლობდი კარგად, ხო? ისტორიას და ქართულს. ერთი უნდა თქვა. ბოდიში ისტორიას. შენ ინგლისურს. მე ქართულ ენა ლიტერატურას. მაგიტო ღვანჯები? მათემატიკაში ვიყავი შტერი. რას მიკეთებ? ვარდები აი სტელა დასკითხა. ჩემი ისა რა ქვია? შეკითხვა ისტორიას. იმას წავიდა იცი? მადლობა ჩემო კარგო. რა შეკითხვა დავსვა? აი მე მადლობა. დავით როგორ დამაფიქრე, მოიცა? დირექტორი. ჩემი შეკითხვა მაცადეთ. მეგობრებო, ალაიქოთ. ბაბა მიუთეთ მაშინ. ბონდერა მადლობა. დარსო, ესე იგი, გეკითხებით. დავით რომ სკოლაში დადიოდი. აუ ემა არ მაცდის, რო დავსო შეკითხვა. ქოქო დასვი რა გინდა? გაქცეულზე თუ ჩაგიჯვიათ? გაქცეულზე ჩემ კლასელს გადავაფსი თავზე, ექსკურსიაზე ვიყავით მაშინ და თუ გაინტერესებთ მოგიყვებით. მოგვიყევი. მე 11 კლასში ვარ და ექსკურსიაზე ვარ და ხო იცით გზაში როგორ აჩერებდნენ რა? რო ყველგან ესეებს და ხა გავაჩერებთ რა და თურმე ყველას უნდოდა ტუალეტში მარტო მე კი არა და ჩავარ და მთელი მარშრუტკა ბავშვები რა და გოგოები იქეთ წავიდით, ბიჭები იქეთო რა და კავა მეც რაღაც მახსოვს ჯინსის კავა მე მგონი და მე ყველამ ჩაიხა და გაიქცა რაღაც და არ დამინახსნა ჩემი კლასელი გოგო ჩაცუცქული იყო და გადავახტი გამეპარა ამ დროს და გადავაფსი თავზე. ანუ გაქცეულზე გადავსვა კავა. გაქცეულზე. ნუ ხარ გაბრაზდა და რაღაცა რო დაეფსა, მაგრამ ნუ ხა ძალით ხო არ მინდოდა. მეგობრებო, ალაიქოთ. ჩაწავდი სახში ჩაფსმული. კი, აი კაბა მეცვა და ნუ ხა აღარ დავაკონკრეტებ. ჩაფსმული დროსი კი დავტოვეთ ტყეში. წავედით, მე გავაგზავნეთ გზა. კეთ მომაწოდეთ ამ თქვენ, მე დავსვამ. მე დავსავ ახლა კითხვას. იმედი ჩემი კლასელი არ მიყვარს. და რატო დასვით. როდის ყავდათ ტილი ბოლოს? ვაიმე. აი რა 11-10 წლის ასაკში. აი ყველას ყავდა ალბათ სკოლა და ბაღის ასაკში რა. მე ბოლოს 15 წლის რო ვიყავი.
ვაიმე დევიდ, მე მასე არ გამიშო გაკვეთილი და კლასში ჩავიფსი. მე რა მე ჩემ კლასეს ვუღუტუნებდი და ჩავაფსმევინე ღმერთო. პროტი ბავში არ ვიყავი, არ მეგონა თუ ჩაიფსავთ. რა პროფესიას აირჩევდით? მე კოსმონავტი მინდა და ყოფილიყავი. მარტო ემა. პროფესია ბავშვობაში მინდოდა რავი? ან რეალურად რა მინდოდა? ანუ ხო რა პროფესიას აირჩევდით? ხაი შედისული. მამაშა რომ გამხდარიყავი. და მყოლოდა 9 ბოზი. ხავეს გააქირავებდი ბებე. დაასა შენ ხო კონდები და მაგას. მე ბავშვობაში მინდოდა ყოფილიყავი ფსიქოლოგი. რა გამოხვედი? რაც შენ. მაგრამ ვიღადა ხახო თქვენ როდიდან მიყურებთ ანუ შენ ვიوانე? მე ყოველთვის მინდოდა მოსამართლეობა. ვაუ. ორე შენ. და რა გამოხვედი უანე? ზოგადად განათლებით, ანუ სასტუმროს ადმინისტრირება ბიზნესის მართვა, მაგრამ ისე ზოგადად ამ სფეროშია, რა სფეროც ავირჩიე. ყველას დასაქმებადი რაცა. აჰა. დაასაქმე მე სცენა რამეში. ჩამოვიდეს ჩემს ესტაშენ. ფსიქოლოგობა თუ გინდა გაიარე ლორენცოსთან კურსები დაარჩე. ამიტომ ისე გაგვიარე და შენ გერჩის მე კი არა. აჰა. მადლობა. რომ სკოლაში სწავლობდიო, მესამე სკოლაში. აი შომი ლაივი რაღაც თმაა. ეხლა ვაფშე ვერ ავცით, ვერც 6 ვერ ავცდი. 10 ვარდი გჭირდება. მაგრამ მე ვახსენე. შენ დაბადების ხო 22 წუთი დამრჩა და შემგვეწმეს სიცხემა. 24-შეია. 24-ში სწავლობდი 1 წელი. აი ლაივიდან ხო არ გადაგები. არა 24-ში არა. მე ერთხელ შევიცვალე დავით სკოლა და რომელში დავდიოდი. მე 1 წელი ვიყავი სხვა სკოლაში. ხო კი არ მახსოვს, ანუ მეხსიერებაზე რაღაცა. ელენა. ამომდხა. და 24-ში სკოლა ცალკე სამყარო იყო. კუსკუსებო ეხა დაახუჭო და ლობის ღრიალით გამაღვიძე. თვალს და გამაღვიძოს ვეფხმა. მოდე შეკოდე ჭამად ბარა. კუსკუსებო დაახუჭავ ეხა თვალს. თვალებს. დად იყო ტერიტორიულად. გამაღვიძეთ. მესამე ხო იცაც იყო. მან სწავლობდი სულ და აუ სკოლას რო ეძახდნენ, აი მანდ. საკუთარი სკოლა იყო, უბრალოდ. გამაღვიძეთ ლობის ღრიალით. აი შელა დაარტყი რამე ეგ შემოვიდა ვიღაცანზე. ლეველ 27. ემა ეს მომეწონა ძალიან ნახე დღეს ვჭამე და აუ ეგეც ძალიან ვიცი უგემრიელის შოკოლადია. მაგას სხვა ფერებიც აქვს. ჯესელა პერი გააღე აბა ამ მეგობრებო, ამა გამომიწერეთ ეს ხელი და გავდივარ ხვალ. მადლობა ვინც ალაიქებთ ხალხო. მეტი აქტიურობა, გულები. აი მოდი ერთ კითხვა და მომწერეთ და მაგას დავსო. კონზოლზე რომ მიდოდით 3 რამნივს წაიღებდით ხო? საჭმელს. ჯერ ერთად დაიწყდა და ერთმანეთს სელენა დაიწყე. კურატორი სელენა დაიწყე. აღაყანდნენ ეგრევე. საჭმელს. ლოგიკური მსჯელობებით. ჩემი სუბიექტური აზრით. საქართველოში ყველაზე მირზა ხორჯომელაძე. მირზა საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა შენაირ დაყლებებულები არიან. ახლა რატოა მირზაყლე? მოდი მირზას კომენტარი ავპინოთ. უფრო კარგად განმარტოთ რატოა მირზაყლე. მირზა სგონია რომ საქართველოში ზეთი რომ ძვირიღის ნიკა ბერიძის ბრალია.
მირზა იმდენად ყლეა, რომ მირზას გონია, რომ საქართველოში რომ მამა შვილს აუპატიურებს, ეს ნიკა და თქვი რეპს წაიღებდნენ. მე სამ ნივთს ანკეს წავიღები თევზს დასაჭერად. კონდო. პირდაპირ საჭმელი თქვი. ნივთიო, საჭმელი ნივთი არის. ნივთი ხო. ანკესი რო თევზს დავიჭირო, ისა სანთებელა და კიდე ისა ჭირი რა. ვაიმე ვაფრე. როგორ ჭიანია. ნივთი ხო არა, ნივთი. ლაგატკა. და მე შენაგიდე წავიგავდი თუთუნის თესს, მე თუთუნი მომეყვანა. სამი რამე, მაშინ ესე ვთქვათ. მეგობრებო, ამ რადიო ახლა ვერ წაიღებ, ანუ რამდენი ხანი გეყობა საჭირო მთელ კონტეინერს ხوار წაიღებ. ხო. მადლობა ანჟელა. მადლობა. დელე და წაიღო თუთუნის თესლი, თქო რომ თუთუნი მოაშენო კუნძულზე, რომ სიგარეტი კონდეს. ხო, მაგას მოვაშენებ მე. ვაიმე, წავედი მეგობრებო, თქვენ მეც ძალიან მეძინე. მეც მუშაობ და კარგად, მადლობა. კარგად, ხამე. ვაიმე, ივანე, ვიღაცა მარიამი მიწეს ივანესთან ვიტყნაურებს. სუდადვა. დამაფოლოვოს. რამე დაურტყით და განახებთ ნუდებს ჩაგიყვეს. ნიშველე. კარგად, აბა. რა იყო გოგოები აქტიურობენ, კარგად ივანე. კარგი. დროები. მოვისურვეთ ესენი ჩვენ დავუჩით. ხა. რუსან. მოდი დავსო გაგანადგურო გეთამაშო, მოდი. მე არ მყავს რა. მე რა, იქნებ შეგუშნაც არ გყავდა, რომ შემოდა ბათუმსკი თუ ხონსკი და всё. კოჩაზე აბაზე. არა, შენზე ზუზუ. აუდიო ხოდა. ეგ ხوار გირტყავდა, მაგან ხوار გააკეთა ეგ აკაუნტი. აბა. ან $300 ხوار შეაგდო. დარბა კესაც გამოვარკვე. კესაც გამოვარკვე. და შენ ხო შექმენი ეგ აკაუნტი. რაღაცა იმის აწევა ხო ვერ გინდოდა შენი რაღაცა ხო შეაშინე ხალხი აქ. ემო როგორ ხარ? კარგად, შე როგორ ხარ? მადლობა ვინც ალაიქებთ ლაივს. ჩემ შეყვარებული შემოვიდა და მილაიქებს ლაივს. მადლობა. შევოდი დღეს. ვარ კარგად. რა ვიცი, არაფერს სახში ვარ დღესაც. თემას უყურებდი. მე რაღაც საქმე მქონდა ტელეფონზე მოსაგვარებელი. არაფერი, მე რაღაცა მოვწესრიგდი ესე ისე და რა ვიცი, დროც გავიდა. მოვედი აქ. არაფერს განსაკუთრებულში არ აშვებოდი. მადლობა ინკოგნიტო. რატო ვერ ხარ კარგი? გასული ვიყავი საქმეებზე. მე ოპერაში დამპატიჟეს. მე წამეთ მე და ზუზუმ. და მე რა ზონა დამპატიჟო. რა გინდა რომ ჭამოთ? რამე ტაიხანი არ მიჭამია. იცი რა ქვია საქართველოში? ოღონდ აი აქ ეგეთი არ იყიდება, რავი, საქართველოში ყველაფერი მეგემრიელება, გაეთრია ხე ცუციკო აქედან. რა ქვია იმს ნუდელსები რო არის ქათამთან ერთად. რა ქვია? აზიური რო არის. რამეზე იძახე? არა, რამეზე არ ვიძახე. აბა? ატრია, ხო, ატრია, მადლობა რომ გამახსენე, გაიხარებ. ატრიას ჭამდი თბილისში სულ fireworks ქონდა. ვაიმე გიჟივით ვიძახებდი სულ. დავმიძახები, აქ რაც გამისინჯავს, ისეთი არ არის, რაც რა ვიცი საქართველოში ყველაფერი რაღაც სხვანაირი არის და აქაც არის ხა ეგ რესტორნები ხო, მაგრამ გემრიელი
ზუზუ ხომ მოგვიმზადებს ატრიას. კი, მოგვიმზადებს. უშენ რაღაც იმაში ვიყავით ჩვენ ჰავაის რესტორანში და იქ ჭამეთ ისეთი გემრიელი რაღაც. საღი რაღაცეები არის კი. რა ჭამე სალათი? ხო, ავოკადოთი, ქათმი და რეები არის, ბრინჯი. ყველაფერი ვაფშე. ისე სექსუალურად აცვია მარტო ოპერაში დაპატიჟებულს არ გავსო. ვინ ასეთი აქტიურზე კითხულობს? დეივიდი. გიჟდები დეივიდის იუმორზე. ხო, როგორ აქ იმ რაღაცებს უწერიათ, რაღაც ქუთაისელებს რაღაც იუმორი რა აქვს თუ რაღაც. მართლა კაი იუმორია გოღო. ქუთაისელი არ არის დევიდი. მომშივდა, მეც მომშივდე ხატი ხარ გამოვიძახო. არ ვაკეთებ კომენტარს. No comment. თქვენი კრიტიკა მკიდია. არ შემეხო, არ შეგეხები. არ შეგეხები, ეს ჩემი ოქრო წესი ცხოვრებაში. ვისაც მოგშივდა დაალაიქეთ. ოთა რამე დაარტყი რომ იყურებ. ვაიმე, ეხა შემთანაც დავინახე ეს ადამიანი. ადამიანი ლავში არის შემოსული. ოთა რა პატია ცოტა ესეთი ისა აქვს. ხო, რაღაცა დეივიდი არ იყმევინება ამ ბოლო დროს და რატო არ ვიცი. ამ ხოლოს გაუკეთების. აი, ეს რო გადაეკიდა, ბარაც ვერაფამდი აქამდე რომნებოდ. ატრია არ გვინდა რამე ლაითიო, როგორ არ გვინდა კაცო. რა არის ლაითი შენ შემოგთავაზ? რაღაცა ხარჩო და ისა ღომი და და ისევ შევჭამდი ხარჩოს და ღომს და ყველს, აი. ადამიანები რომები ჭამა არ მიყვარს, აი მგონია რაღაც პრობლემა აქვს, ანუ ჭამა არ მიყვარს, ჭამის გიჟი ორას არ მიყვარს. ლეველიანს რო შეხედავს, დაჯოინთ და დაარტყი რამე. შენ ხედავს ლეველიანს და შენ იური, შენ ხარ გიყიდო და ძუძუს თავი განახა. ყავს ვინმე და არა მე ჩვენი გოგი დაკავებული გოგის ვითამაშ დამაშკაც ვერ ხედავ რომ ძახიანისა აი ხშივეა ბადიო ღრუტა მეზღებექ სიტყვა 4-ში არ თამაშობთ ჩვენ ლეველი დონე არ დაგვივარდეს ვაფრე და გიჟდები მოდი ეს გოგო ჩავთავ ვინა დიანა ესა უძინ გამოებ აი კატეხა შემოვედი ლაივში და ჩვენც დაგეძგერეთ და არ გაცადეთ გლოსის წასმა. ის გამოვიწერე, რა ქვია? თემუდან გამოვიწერე ისინი კონტურები. ეს სხვათა შორის ძალიან კარგი ის გამოვიდა ხარისხი. ანუ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ნიქსის კონტურები მაქვს, ეს რაღაცა ბრძღნარო არის ამ შარლოტ თილბრის კონტურები და მე ნიქსის თავის საქმეს შვება, ანუ კი, სხვათა შორის კი მეც მაქვს ის რა ქვია შარლოტ თილბრის ქაილის ისინი კონტურები. ხო და ესენიც გამოწერეთ, ემოძიონალურად გამოვიწერეთ. აი, ძალიან მომეწონა მართლა, ძალიან კაი ხარისხი აქვს. მოგონ მართლა. მელე მადლობა. კი, ანუ ბევრი აფიანი რაღაც არის, რაც კარგია რეალურად. კი, ზუსტად. როგორ მომენატრაქ ძელი ფრჩხილები? სხვათა შორის მეც ახლა მე იქ გინეკოლოგიაში მუშაობ საავადმყოფოში და მე ძალიან მომენატრა ახლა დასვენება მაქვს და ეგრევე ვიხერხერო და გავიკეთე ისინი ფრჩხილები. მე გინეკოლოგიაში არ მუშაობ, მაგრამ მსგავს სექტორში და ჩვენთანაც ზეთ არ შეიძლება გძელი ფრჩხილები და ზოგადად ფრჩხილები, მაგრამ ირაკლი მადლობა.
რაზე მუშაობ? რავი ლაივში არ მინდა დავა კონკრეტულად. ეს ქართველი არა. როგორ არა ქართველია, ქართულად საუბრობს. დიანა არ ხარ ქართველი? თუ ნახევრად ქართველი. თუ არ ვარ ქართველი. ანუ ყველა მეუბნება ქართველი არ ხარ და ქართულად საუბრობ, ქართული აქცენტი მშობლებრივად. ქართველი არ ვარ. ანუ რაღაცა აქცენტი ალბათ მან კიდე გეუბნები. ცოტა გაქვს. ალბათ კილო მაქვს კახური ალბათ ორე აქცენტი მაქვს. ხარ? კი, კახეთიდან ვარ წარმოშობით კი. ახური კილო საერთოდ რა გაქვს, ჩემი შეყვარების კახელია, 3 კილო უნდა ნახო. მე ვიფიქრე რომ აი სადღაც ხო საქართველოში რომ არ ცხოვრობ დიდი ხანი და რომ ვერ ლაპარაკო, აი ეგეც რაღაც ქართულს ლაპარაკობ და მე მეცვიფრე რომ ანუ იცი რა არის, ანუ ქართულად ვცხოვრობ ლაპარაკობ, უბრალოდ ისე ტესტი. მე ისე ძალიან იშვიათად ვლაპარაკობ ქართულად, რომ მაგიტო რაღაც მიჭირს ხოლმე ქართველებთან კომუნიკაცია. ხო, რაღაცნაირი აქ აი დიდი ხანი რო არ გილაპარაკე, რა ეგეთი აქცენტი გაქვს. რამდენი ხანია გერმანიაში ცხოვრობ? 8 წელია უკვე. დიდი ხანი არა. ხო. 8 წელი ხო. აბა რა არის ანუ? ემა შენ დიდი ხანია ხო უკვე? ბელგიაში ცხოვრობ ხო შენ? მე გერმანიაში ცხოვრობდი. შენ გერმანიაში. ახლა ოკეი. მე წავედი ოპერის პროგრამით როგორც ყველა 10 წლის წინ. ალბათ. ხო. ეს ალბათ შენ აუსბილდინგი გააკეთე მე როგორც ყველა მეც. მე ბელგიაში გადმოვედი. ნუ ჯამში მე წასული ვარ საქართველოდან 11 წელი ანუ. ვაუ. და შენ? მე 1 წელიც არ არის ჯერ, მე ძალიან ბევრს მოგზაურობ უბრალოდ. სად ცხოვრობ? ეხა ვენეში. საინტერესო მეც მინდა დავით მაგის გაკეთება. აუსბილდინგის? არა, გენეტიკური ტესტი გავიკეთეო წერენ და მეც მინდა გაკეთება გენეტიკური ტესტი თქო. ნიდერლანდებიდან. სალამ. ხო. სივა გერმანიაში ხა? არა, სხვათაშორის ძალიან კაი ამინდებია ეს დღეები. ძალიან თბილა. მაგრამ აქ ესეც ხომ ეს აპრილის შუა რიცხვებამდე ეს თბილა ხომ და მე ისეც სივა, ნუ გერმანიაში ძალიან უცნაური ამინდებიასო. ხო, ძალიან სიყვარული. და ავსტრიაშიც. მანთან? ახლა დაიწყა სხვა შორის ხვალდაზე გარი 22 გრადუსი ზაფხული ვარდება ყველგან. ვაუ. ისე საქართველოში არ მიდიხართ ხოლმე? კი, მე დავდივარ ხოლმე. მე კონსტიტუ. ხო. გარსო არ აკეთებს აუსბილდინგს უბრალოდ ცხოვრობს იქ.